ტელევიზორებს ხმა ჩაუწიეთ, ეკრანებიდან ორი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და თვალი არ მოგვაშოროთ, რადგან სტუმრად გვეწვია ვაშა რამიშვილი. როგორც ამბობენ, თამთას ვერ შეხვდება და თამადას ყოველთვისო. კი ბატონო, არის ეგ ნამდვილად ჩემო ბატონო, იხარე იმრავლე. ერთი წუთი არ დაждე ლაშა თუ შეგიძლია ესა. ზურა, ორი წუთი რაღაც მაინტერესებს. გვერდით რო დაუდგე შეგიძლია. აბა, აუ, დავიჯო. არ ვიცი. ხა, როგორია ამიკოთ ყოფნა, ჰა? არ გოფლა მარტო. აგრული ყავდა, ხო? დავზანდით. ვაიმე, რა კარგი სავარძელი ქონია ზურიტო. სადა ხარ, იმდენი კარგი ამბები გვაქვს ჩვენ. იცი ხედავთ ეს ლამაზი საოცარი არაჩვეულებრივი მეტრი ყავს აქ და მეტი რა. მეტრი ეს არის. მეტრი ის არის. თუ არ მიალაგები არ მეაცეს ყურადღებას. ჩემოლაშ ახლა თავიდან რომ მითხრეს მსახიობი, მომღერალი, კარგი იუმორის მქონე კაცი მოდისო შენთან სტუმრად თუ ვიფიქრეთ ჩემზე ლაპარაკობდნენ. რომ გავიგე, შენ ხარ თლად გამიხარდა. აგაშენ აღმერთო. ისე რა ას დავაკვირდი იცი, აი ყველანაირად კოლეგები როგორ გამოვდივართ რა. აბა მოყევი. ბიჭო, ყველაფერს ვართ მოდებული. არ არის მასე თუ? არის მასე რა გინდა რო ქნა. ასეთ სიტუაცია რა მოცემულობა ეძეთია ჩემო ზურიტო. გადასარევი მოცემულობა. მეც მომწონს ეს მოცემულობა დღეს აქ. ხო იცი როგორ არის გიგილოში როა დუმბაძის დღეს აქანე ვიქეიფებ, ხვალე იქინეო, ზეგე ვინც ხა დამბადიჯობს მისი ჭირიმეო. არ ვიცი თუ რა. კი ბატონო. ხო, ჩემს გადაცემაში კარგი ამბების დროა. აბა? თუ რაში მდგომარეობს ეს კარგი ამბავი ახლავე მოგახსენებთ, იმიტომ რომ ლაშა რამიშვილი გახდა ჩვენი კოლეგა. ოსტივის დიდ ოჯახს შემოემატა და გისპოსტის წამყვანი გახდა ჩვენი ლაშა და მიულოცოთ ლაშასაც და ჩვენს მიულოცოთ ერთმანეთს ძალიან გამიხარდა. მე ძალიან გამიხარდა, მინდა გითხრა რომ ძალიან დიდი მადლობა ხელმძღვანელობას იმისათვის, პროდიუსერებს იმისათვის რომ ესეთი მდობით გამოთქვეს ეს სიტყვა, საქციელი რა თქმა უნდა. ყველაზე მთავარი ის არის რომ აქ რომ მოდიოდი ხოლმე სტუმრად ხო, ყოველთვის ვამბობდი რომ იმრავლოს თქვენმა გვარმა, იმრავლოს თქვენ ახლა ამ ტელევიზიაში ორი რამიშვილია და იმრავლოს ჩვენმა გვარმა შენგან. ასე აგიხდეს ყველაფერი. სამი რამიშვილია. ხო, ისე შენი კანდიდატურის გატანა არ გამჭირვებია სხვათა შორის. ვიცოდი ახლა რაღაცა ნეპოტიზმს რო ქონდა ადგილი. შემოლაშა, როგორ ფიქრობ ახლა შენ მსახიობი უფრო ხარ თუ მომღერალი? ალბათ თამადა. გადასარევი ხო, გემრიელ უკმაზე გადახვედი. კი ბატონო, ისე ყველაზე მაქსიმუმი, აი რამდენ კაციან ქორწილში გითამადია? არ მოგატყუებ, ჯუმუშაძეების ქორწილი იყო, მახსოვს და მე როგორც მითხრეს, ჯუმუშაძეების ქორწილი, ჩემი მეგობრები არიან და 740 კაცი იყო. 740 კაცი და აგემრვალებინათ 50-ზე რა. არა, 740 მოვიდა ზუსტად ჩვენ საათნი კი ვართ. ხო და ფანტასტიკური დრო ვატარეთ, აი ფანტასტიკური დრო. ეს ახლა უმიკროფონოდ, აი მიკროფონით რამდენ კაცი. ნათქვამი გაქვს რომ ესეთი ფლანგველი და ესეთი ხელგაშლილი კაცი ვარო და ესეთ რაღაცა უნდა გკითხო, მე მგონი არ ეწმინელა. დარწმუნებული ხარ ვანელი ხარ? ცოტა გურულის მილევია, მაგრამ მაგის ბრალია. არა, ხელგაშლილი ვანელი ვარ, მინდა გითხრა და ვანში ყველა ხელგაშლილია. და ესე იგი ვანელებზე რო ამბობენ რომ რაღაცა ხელმომჭირნები არიან, მე მგონი არა და იჯერო. ყუილია ნამდვილად. შეგენაცვალე ამბოვის. მაგარია რა მაგარია. ხალ მართალია, ეს 200 ხარ გექნება ხვალამდე. 200. გადმოგირიცხავ, შენ ბიძლია. კი არ არის პრობლემა. არანაირი პრობლემა არ არის. თბილისის საქართველოს ნებისმიერ კაცს უკან გადმორიცხვა უჭირს თო. კარგი და ამ თემიდან გამომდინარე კითხავ მაშინ. აი ესეთი რადიოს წამყვანიც რომ ხარ, ყველა მიცის, რა თქმა უნდა. არ დაიდარში ჩემი საოცარი მაგარი, ძალიან მაგრები. აი ესეთი განცხადების საკითხვა თუ უთხოვია ჩემთვის, მიუმართავ ამირანს რომ ვალი დამიბრუნოსო. ყოფილა ესეთი განცხადება? არა, მაგრამ ვიცი რომ იქნება. თანაუცილებლად. გულში მაინც ვიტყვი. ისე უცნაურ რაღაცებს წერენ ხოლმე, ხო მე მგონი რადიოში. კი, რამდენიც გინდა.
3 იანვარს, არა, მე თვითონ ვიქცეოდი უცნაურად, 3 იანვარს. 3 იანვარს რანაირად უნდა მოიქცევა. აი ეთერში ვზივარ და აი თვალებს ძლივს ვახელ და ხო ძალიან უცნაურად ვარ და აი ჩათვალე რომ არა ვარ ამ ქვეყანაზე რა. ხო და ესე იგი და ვკითხულობ ამინდის პროგნოზს და ერთი 6-ჯერ მაინც გვაქვს წასაკითხი და უცებ მე SMS-ები ხომ მოდის გილოცავთ ახალ წელს და ერთი მწერს რა დალიე ძმაო ამისთანა 3 იანვარს 3 აპრილის ამინდის პროგნოზო აუ თელი 4-5 გამოცხადების დროს 3 აპრილს აცხადები ამინდი როგორი მამაზეც უნდა მოგეყოლა რაღაცა როგორც მახსოვს და ესე იგი მამა ჩემ ძალიან ენაწყლიანი კაცია რა ეს ამბავი მარნი არ გავხარ მე მამაშენს როგორ არ გავარ გაწო თამადობდა მეტი რა გავაკეთო მეტი ენაწყლიანობა და მარნის ამბავი ქონდა მე ძალიან კარგი ისეთი ღვინის შექმნა ვიცი და მოყვარული ხარ გასინჯული მაქვს კი ბატონო ნამდვილად არ გადავწყვიტე კი ბატონო და გადავწყვიტე ჩემთან მარანი გამეკეთებინა რა აი ეს ძალიან ლამაზი ეს 16 კვადრატია და სახლის ქვეშ მიწაც ამოვაღები ასე შემდეგ და ეხა ხო უნდა ვიმოქმედო იმ მარანში და ახლა ბოცა ხო უნდა გავრეცხო აი ეს რო კი ბატონო ღვინორაშიც ის ხო ღვინორაშიც მარანი არის 16 კვადრატი არც კი იქნება ერთი 10 კვადრატი აი ამ ხელა სანამ აი ამ ხელა რა ხო და გადავწყვიტე რომ აი ეს მარანი ხოა და აი აქამდე სადღაც ერთი 5 კვადრატი იყოს ონკანი მარანი აი როგორც შედიხარ და ეგრევე ონკანი ხო და ნუ დავიწყე ხა და მეზობელი ვყავს არაჩვეულებრივი კაცი არქიტექტორია აღლაკელიძის კაცია მე ვთხარი ეს თანისიც მეხმარებოდა ეს და მე ვთხარი ონკანი მინდა გავდო აუ მაგარიაო მითხრა ასლაპარაკობ და იმ ღამესვე აჯობს კაი ხო და ხო იმ ღამესვე დავიწყე შენება ნუ ამ ხელა რაღაცა ხო უნდა გავაკეთო რომ შიგნით ბოცა ჩავდგა წყალი გამოვაყვანინე და დავიწყე ხა რა დილით მართლა მთელი ღამე გავათენე და დილით დაუძახე მოდი მე ვთხარი შეხედე რა კრანი მივეცი მე არა მამამდე ჯერ არ მისულ ხარ მამამ კი მივედი და შემოვიდა თორე და გულზე შემოეყარა ეგი ახანე რაია მეთქრა რატომ მე ვთხარი რა შეღე ახანე შემოდიხარ ეგრევე კრანში შდები შინი და რა მე ვთხარი არ შენ ასე არა არ იქნება ეს ახანა არის მე ვთხარი შენ რა იცი ვაფშე მარნის მარანი არა გაქვს მე ვთხარი და საერთოდ ონკანი არა დამანებე თავი და ნუ კაი როგორც გინდა ისე გაბრაზდა წავიდა ეხა მამა ჩემი მოვიდა ერთ საათში მოდი მე ვთხარი მაგარი რაღაცა აი ეს მარანი რო ავაშენეთ და კარგია კარგი აგი რაია ვიო ახანე ჩემი რა იყო მე ვთხარი ეს ონკანი არ ვარგა მამა ეს ახანე რო შემოდიხარ კრანი რა კი მე ვთხარი შენ საერთოდ მე ვთხარი გაჩერდი აი ესეთი ონკანი არა გაქვს ბოცები რო გარეცხო მე ვთხარი და ნუ ჩხუბია აყალმაყალი და აი ძმაო რაც გინდა ის ქენიო და წავიდა ახლა დაუძახე ხელოსანს. რამდენკაც დაუძახე სულ მაინც? 3 იყვნენ სულ. დაუძახე ხელოსანს. მეგელი ეს ხელოსანი იგას. და დაუძახე მე ვთხარი ომარი მოდი მე ვთხარი მიშველე მე ვთხარი ორი კაცი რო გეუნება რო ცუდი ხარ მეზობელი დავკარგე მამა დავკარგე ხო და ეხა მამიდან რაღაცა მეგრელებზე გადავედი ჯიგრებზე და ხო და რო შემოვიდეთ ლაშა რა მაგარია ბიჭო რა მაგარია გეუნები ლაშა ეს რა მაგ ეს მარანი აქ იქნება ეს სამყარო მე ვთხარი ეს ონკა ამას მოგიპირკეთებ მითხრა აქიდან ამას იმას ვიდა მარმარილო რო გაჩუქეს მაგაცებმა ხო იმიცი ხო და იმ მარმარილოს მივაკრავ ასე და აუ მე ვთხარი შენ ხარ კადავა ვაკოცე და ვდგევართ ეხა მე და ომარი და უყურებთ ამ ონკანს უყურებთ და უცებ ომარი არღვევს იჩუმეს ისე ამ ხელაკრანი გინდოდა ლაშა დაამთავრა მეორეს მოყვები კიდე თუ ბატონო ესე იგი ჩვენ 2012 წლამდე ცხოვრობდით არაჩვეულებრივ ქალაქში რუსთავში ხო და რუსთავიდან რო გადმოვედით ნაწილი თანხით ვიყიდეთ საკუთარი სახლი გლდანის ბოლოში ვარ თელმა საქართველოს იქ ჩემთან ნამ რუსთავში ბინა გაყიდე და ნაწილი თანხით საკუთარი სახლი იყიდე ესე იგი რა ფასია რუსთავში ბინებს ხო და ნუ ახლა ნაწილი რო ვიყიდეთ ხა ხო უნდა მივიდეთ მოლაპარაკებაზე ხო და
მივედით, დავჯექით და წავიყვანე ჩემი სიმამრი და წავიყვანე მამა ჩემი. მაშინ არ იყავი ნაჩხუბარი ონტამზე. არა კაცო ეს ხო და მივიყვანე და მეუთხარი მამა ჩემზე უნებრივ. ამას მეუთხარი ფული აქვს. ხო და იმან მეუთხარი მშენებლობა იცის და აგერ არის ეს კაცი და ნუ ვინც იყო სახლის მეპატრონე და ალბერტი არაჩვეულებრივი ადამიანი დაუტოვე. მე ჩავეთქვევით ბალი იყო შემოსული და იმ ბალს ჩამო 2 წუთში ჩამოვიდა ეს კაცი ეს ალბერტი და მეუნება რომ შვილო მითხრა ნუ პირობითად $30,000 $30,000 ხო გითხარიო სახლის ფასიო კი მეუთხარი 25-ში მოგცემ ოღონდ ერთი პირობითო მითხრა ისმენ მეუთხარი ალბერტი ბიძია აი ის კაციო იქო სიგარეტს რო ეწევა მამა ჩემზე მეუბნება ის კაცი მომაცილეო ნუ ახლა მივხვდი რომ ამა აწითლდა სახეზე და მივხვდი რომ რაღაცა დაიძაბა სიტუაცია და მოვკიდე ახლა მამა ჩემს ხელი ჩემს იმამს და წამოთ მეუთხარი წავედ არც განხილოც არ ყოფილა არაფერს საღამოთი მამა ჩემი მეუბნება რაო რა თქვავე ალბერტი მეუთხარი ესე 25-ად რაო მომეციო დაურეკო და აურეკე ამ ალბერტი და ალბერტი ბიძა მეთქო მამა ჩემს უნდა შენთან ლაპარაკი მომეციო და იქიდან ამან გავიდა აივანზე და რაღაცა უთხრა შემოვიდა 2 წუთში ეს ალბერტი რეკავს კაცო და ენა ეშლება შვილო მითხრა რა სმერჩი რა დაგიშავ რა იყო მეუთხარი ალბერტი ბიძა 25 ხო გითხარიო ნუ პირობითად 7000 ეხა მომეციო თუ ტყუს ვამბობდე დედას გებცები 1 წლის თავზე 13 მომეციო ოღონდ ამ კაცმა აღარ დამირეკოსო ბიჭო მეუთხარი რა არის ნერვიულო გამავალე ხოლმე მოიცა გითხრა მივიდე ჯერ კიდე არის აიცა კაცო ხო და ეს დამთავრდა და მე იქვე ახლოს ბინაც შევიძინეთ რაღაც თანხა დავამატეთ და შეთვას ეყიდო არა გითხრა ხო და მივიყვანე მამა ჩემი და 12 საათზე შეხვედრა გვაქვს და 6 საათზე არაჩვეულებრივი გალბატონი იყო კოკაია თუ მიყურებს ახლა ძალიან დიდი მადლობა ეს თბილი სიტყვისთვის და მივიყვანე მამა ჩემი და დაუტოვე ზუსტად 5 წუთში ყველაფერი მიქონდა აი ეს უნდა წავიღო ეს უნდა წავიღო ესეც უნდა წავიღო აი ის რო არის წავიღო ის არის მინდოდა რომ წამეხ მაგრამ ისიც უნდა წავიღო აი ეს იმათ ავატო და წაწა ყველაფერი მიქონდა აბსოლუტურად ყველაფერი მიქონდა ზუსტად აი 3 წუთში მოვარდა და მეუბნება მამა ჩემთან 3 წუთი თქვენ მე მგონი ამ კაც პრობლემები აქვს მითხრა. რატომ მეუთხარი? პირობითად 35,000 ხომ გითხარით მე სახლზე? კი, მეუთხარი. 25-ად გაძლებთ, ოღონდ ეხლავე ყველაფერს მტოვებ და გავდივარ გარეთო მითხრა. იმ დღის მერე იყო, რომ მთელი ჩემი საძმაკაცო, ბიზნესმენებიც ბიჭები მირეკავდნენ რომ ბიჭო ამ კაცთან რაღაცა ვერ გავარკვიე და გავატანე მამაში. იმ დღის მერე მამა ჩემს ვაქირავე. მამა გაქირავებით. მამა გაქირავებით. ლაშარაბიშვილის. დამალაპარაკე მამა. ესე იგი ყველას ერთი კითხვა გვღრნის ახლა და გვაწუხებს რას ეუბნებოდა ამისთანაც მამაშენი იმ ხალხს გითხარი ბიჭო ჩვენს რაღაცებს. თუ ვიცოდე მოზისკოა ვარ. დღესაც არ ვიცი. რო ვეუბნები რომ მამა რას ეუბნებოდი მაგე არა შენი საქმე. ორჩა დავთავრდა. ხო, იმიტომ რომ მე აღარ დაიყო ახლა უკვე დაყავთ თან და ხო. გაიხარე ჩემო ლაშა ძალიან კარგი სტუმრობა გამოგდის მაგრამ კი ბატონო მე ხო იცი ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა ამბავი არის. ახლა მსახიობი კაცი ხარ წესით ან როლი უნდა გათამაშო ან რაღაცა მონოლოგი წაგაკითხო მაგრამ მაინც ჯობს მე მგონი რომ ერთი სიმღერა გვიმღერო. კარგად გამოგდის თან ეს საქმე. თუ შენი არაჩვეულებრივი ბენდი, არაჩვეულებრივი მეტრის ხელმძღვანელობით მოგვეხმარება, მე ბედნიერი ვიქნები. სიამოვნებით აუცილებლად მოგვეხმარებიან თან სადღეგრძელოს არ გექნება სათქმელი წყლით და დავიწყოთ მაშინ ერთი სიმღერა ვაჩუქოთ ჩვენს ტელემაყურებელს. ჩემი თავის ბატონი ვარ და არავინ არ მყავს ღმერთად დიდი გულის პატრონი ვარ ასიქალი მიყვარს ერთად თუ სულ ყველას თვალს გაყოლებთ ნურავინ უკაბრაზდებით აბა რა ჩემი ბრალია ნუ ხართ ასე ლამაზები სადაც სავალთან დამყვებით მინდა თქვენი ჩრდილი ვიყო ნუ ხართ ისე საყვარლები რომ ვერასდროს დაგივიწყოთ ყველას ერთად გეფერებით თითქოს მართლა ჩემი ქვიათ ვერასოდეს შეგელებით გეწვით რაც ჯერ არ მithქმია წავიდა
მე ვაშკაცა თავსავთვლილი სუსტი გული მქონია სადაც ლამას ხალსავ ნახავ ყველა ჩემი მგონია ერთი რამე უნდა გქონდ დარდი გავიზიაროთ ყველამ ჩადრე აიფარეთ მე რომ ცხნარად ვიაროთ მე დავიყო მებადური დაგიჭიროთ ასიოდე რუსთაველის ქუჩა ვიყო თქვენ ჩვენს მკერდზე დადიოდეს და თუ ყველა დედის ერთამ შემიყვაროს განარშობს დიდი სიყვარულის გამო მარტო ჩვენ არ დავისაჯოთ მე ვაშკაცა თავსავთვლილი სუსტი გული მქონია სადაც ლამას ხალსავ ნახავ ყველა ჩემი მგონია ერთი რამე უნდა გქონდ დარდი გაგიზიაროთ ყველამ ჩადრე აიფარეთ მე რომ ცხნარად ვიაროთ ერთხელაც ამანა მე ვაშკაცა თავსავთვლილი სუსტი გული მქონია სადაც ლამას ხალსავ ნახავ ყველა ჩემი მგონია ერთი რამე უნდა გქონდ დარდი გავიზიაროთ ყველამ ჩადრე აიფარეთ ჩვენ რომ ცხნარად ვიაროთ აი ჩვენ რომ ცხნარად ვიაროთ ჩვენ რომ ცხნარად ვიაროთ ჩვენი სტუმარი იყო მომღერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი და აც უკვე ჩემი კოლეგა ლაშა რამიშვილი.